ზოგიერთი ბავშვი მოზარდი იმაზე მეტ თავისუფლებას ითხოვს, ვიდრე საჭიროა. ხო, აი როგორც უნდა, როგორც თავისი სურვილია, ასე უნდა გამოიყენოს თავის თავისუფლება, სად წავა, რამდენი ხანი დარჩება, რომელ საათზე მოვა, ანუ იმ ზედმეტს ითხოვს. და თუ ეწინააღმდეგება მშობელი, უკვე თავისებური ეს პროტესტის და ბუნტის შეგრძნება აქვს, რომ რატო უშლია. მაგრამ არსებობს კიდე ესეთი სიტუაცია, როცა ზედმეტად ზღუდავს მშობელი და საერთოდ გასახანს აღარ აძლევს. ვფიქრობ, რომ არც ერთი სიტუაცია არ არის სასარგებლო არც შვილისთვის და არც მშობლისთვის. სულ კონტროლში თუ გვეყოლება შვილები და ყველაფერზე შეუზღუდავთ, რამდენ წუთში უნდა მოვიდნენ და ასე შემდეგ, ვის უნდა დაელაპარაკონ. ანუ არჩევანის უფლებას თუ არ დაუტოვებთ, რა თქმა უნდა, იქნება დიდი წინააღმდეგობა და დიდი ბევრი კამათი ოჯახში.